სააკაში აი მქრებოდა ყველას. უსურვებ ჯანმრთელობას, ციხეში ვუწურებ ყოფნას და არა საავადმყოფოში და ჯანმრთელად იყო ციხეში იყოს, უსურვებ არ ენახოს ისეთი ციხე, რომელშიც ჩვენ გამოგვატარა თვითონ და ძალიან ვთხოვ იმ ქალბატონებს თუ ვინც ითხოვს მის გამოშვებას. ჯერ მოდით ჩვენ მშობლებს დაელაპარაკეთ, ჯერ იმ ადამიანების მშობლები გაიცანით, ვინც ის პერიოდი გაიარა და მერე მოითხოვეთ ვიღაცის გადაუშვებას. შეგახსენებთ რა. აი ადამიანები, როდესაც საუბრობენ ციხის წამებებზე. ცოცხი გიჩანს, უი შენ გიხმარა ეს, აი ეგეთ ტექსტებს ეძახენ, მერე ვიღაცას ეშინია, რომ მართლა არ იფიქროს ვინმე ჩემზეო და ხმას აღარ იღებს ხოლმე. თქვენ გახსოვთ ალბათ ობიექტივის ეთერში ადამიანი დაჯდა, მოყვა პირდაპირ როგორ გააუპატიურებდა ეს ადამიანი გააკრეს. ჯერ ესროლეს, მერე რაღაცა და არ ვიცი სად არის. სახელი გვარის არ მახსოვს, ერთხელ იყო გამოვიდა. მე მახსოვს უბრალოდ არ მინდა. არა, გავიმე. თქვენ მაშინ ობიექტივში მუშაობდით. ზუსტად აი ესეთი რაღაცების გამო, ეხა ოქრუაშვილის ნაირებზეც იყო საუბარი. ხო წეგან რა უქნეს და ისევ ამათან შედგა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ისეთი კომპრომატები აქვს ოქრუაშვილზეც და ზოგ-ზოგიერთ ადამიანზე. გიორგი, რაღა კომპრომატი დარჩა. ვისაც რა ქონდა, ყველაფერი ისეა გამოფენილი, რომ თვითონ ყვება ხალხი უკვე თავის თავზე. ამბავს, რომ ეს გამოგჩათო და ესეც ჩაამატეთ ვარემო და აი რაღა კომპრომატი დარჩა ამ ქვეყნად, მე მაგალითად არ ვიცი. ხო, ნუ მე პირადად სადაც მოვხვდები და სადაც შემიძლია რომ დავაფიქსირო, ყველგან ვამბობ იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და არავის ამოძახების არაფერს არ მეშინია. 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დანის ციხეში გადაღება, სანში სადაც მე ვიმყოფებოდი და იმის რომ ვიღაცა ნაციონალი რაღაცას მეტყვის, რომ ცოცხი გამოგიხდა, ამის გამო მე რომ გავჩუმდე ეს არ მოხდება. ის ადამიანები, ვისაც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ იმ ადამიანებს ფსიქიკა აქვს განგრეული, ჯანმრთელობა აქვს განგრეული და მე მგონია ესე რომ ბერმა თავი მოიკლა. ვერ გასცეს სათანადო